I want to ask about relationship between Georgia and European Union. სურს კითხოთ საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებზეც. როგორც იცით, პოლიტიკური დიალოგი შეჩერებულია ბრიუსელის მიერ. ევროკავშირის საქართველოს აკრიტიკებს, რადგან მიაჩნიათ, რომ ქვეყანაში დემოკრატია დასუსტებულია. სინამდვილეში, რატომ ისჯება საქართველო და მთავარი, არის თუ არა მზად ევროკავშირი ახალი წევრების მისაღებად? Ready to accept new members. First, Georgia is being punished because you are part პირველ რიგში გეტყვით, რომ საქართველოს ერჩიან, რადგან შავი ზღვის სანაპიროზე ხართ. 2008 წელს, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატები ნატოს გაფართოებას ცდილობდა, არავის უხსენებია აზერბაიჯანი, სომხეთი, საუბარი ეხებოდა საქართველოს. რატომ? რადგან არსებობდა ამერიკული გეგმა რუსეთის ალყაში მოქცევის მიზნით. შავი ზღვის რეგიონში უკრაინა, რუმინეთი, ბულგარეთი, თურქეთი და საქართველოს შექმნიდნენ წინაღობას და რუსეთს ალყაში მოაქცევდნენ. რუსების სულელები ხომ არ არიან, მიხვდნენ საქმე რასთან ჰქონდათ. ეს უკვე მეორე მცდელობა გახდათ. 1853 წელს ბრიტანელებსა და ფრანგებს იმავე იდეა ჰქონდათ, უგულისხმობ ყირიმის ომს. რატომ მოხდა ყირიმის 1853 წლის ომი? რადგან ბრიტანელებს სურდათ რუსეთის შავი ზღვიდან გაძევება. სევასტოპოლის ალყაც ამიტომ იყო. როდესაც რუსეთმა წააგო, ორი საინტერესო მოვლენა ვნახეთ. 1856 წლის სამშვიდობო შეთანხმებით რუსეთს შავი ზღვის ფლოტის დაშლა დაეკისრა. ეს იყო გეოპოლიტიკა. ამერიკის შეერთებული შტატები კი ზუსტად იმავე თამაშს ეწევა. თამაში, რომლის მოგებაც შეუძლებელია. It's a losing game. That's why I said Georgia will never become part of NATO because it's not going to be permitted. და სწორედ ამიტომაც ვამბობ, რომ საქართველო ნატოს წევრი არასოდეს გახდება, ვინაიდან ამას რუსეთი არ დაუშვებს. რუსეთში კარგად ესმით რა თამაშია. მეორე საინტერესო დეტალია, რომ 1856 წელს სევასტოპოლის დაცემის შემდეგ რუსეთის დანებების შემდეგ ბრიტანელი პრემიერი პალმერსტონი კავკასიას უმიზნებდა. ნაპოლეონ მესამემ კი მიუგო, რომ ომი ეყოთ და ეს ამბავი ასე დასრულდა. მაგრამ ბრიტანელები ამბობდნენ, რომ ფლოტი საქართველოსკენ უნდა გამოეგზავნათ, რადგან ბრიტანეთს ჰქონდა იმპერიული იდეა. ეს გახდათ იმპერიათა ჭიდილი. So was competing empires. So Georgia was engaged in this distinctive role. საქართველოს განსაკუთრებულ როლში თქვენი განსაკუთრებული ადგილმდებარეობის მიზეზითაა მოქცეული. თქვენ ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატებისთვის უფრო მნიშვნელოვანი ხართ გეოგრაფიულად, ვიდრე აზერბაიჯანი ან სომხეთი. თქვენ შავი ზღვის სახელმწიფო ხართ. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ თქვენ მათთვის მნიშვნელოვანი ხართ სიღრმისეულად. ევროპა და ამერიკის შეერთებული შტატები თქვენს გამოყენებას ლამობენ საკუთარი გეოპოლიტიკური ინტერესების სასარგებლოდ. რატომ გერჩით ევროპა ასე ძალიან? რადგან მათ უნდათ მოიყვანონ ძალაუფლებაში ისეთი ხელისუფლება, რომელიც ნატოს დაუჭერს მხარს. მოწყვლადი ხელისუფლება, რომელიც მათ ნებას დახვება. არასოდეს დაგავიწყდეთ, რომ ევროპა ძალიან უხეშად ერევა თქვენს შიდა საქმეებში. სწორედ ამიტომ სძულთ გამჭვირვალობის კანონი. This law is the correct law, I have to say, because those NGOs are not NGOs. They are GOs. უნდა ვაღიარო, რომ ეს სწორი კანონია, ვინაიდან ეს არასამთავრობო ორგანიზაციები რეალურად არასამთავრობო ორგანიზაციები არ გახლავთ. ისინი სამთავრობო ორგანიზაციებია. ეს ვიცი, რადგან მათთან 30 წელია საქმე მქონია. სწორედ მათი მეშვეობით ერევა ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი სხვა სახელმწიფოების საქმეებში. ეს არ მომწონს. მსურს საქართველო იყოს სუვერენული, უსაფრთხო, დაცული, ბრიუსელის ჩარევისგან თავისუფალი. ბრიუსელის შორსაა, ვინ მისცა მათ უფლება ჭკუად აგარიგონ. ეს მიუღებელია. მიმაჩნია, რომ დიდ თამაშთან გვაქვს საქმე, მაგრამ მიზეზი, რატომაც საქართველოს გადაეკიდნენ, არის თქვენი სტრატეგიული მდებარეობა. თქვენ გეგმის ნაწილი ხართ, გეგმისა, რომელიც შავ ზღვაში რუსეთის ალყაში მოქცევას გულისხმობს. დიდი მადლობა ინტერვიუსთვის. დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო პასუხები იყო.